მოგესალმებით, ჯეოროუდის მაყურებლებო, ალბათ ინტრო ვიდეოდანაც მიხვდებოდით, რომ დღეს გვყავს ქალაქის კაცებელი Nissan Rogue. ვისაუბრებთ ამ მანქანაზე, დღეს გვექნება განხილვა უბრალოდ, არ ვაპირებთ ამ მანქანის სადაც ტალახში ჩაგდებას და ესა ოფროუდზე გადასვლას. დღეს გვექნება უბრალოდ საინფორმაციო ვიდეო, სადაც ვიტყვით, რატო გის ამ მანქანების ყიდვა, რა ფასები აქვს, რამდენად გამომდგარი არის, როგორი მოვლილი არის. და ზოგადად ღირს თუ არა ამ მანქანის ჩამოყვანა. რასაც შევხედე, საქართველოში უკვე ბევრი შემოვიდა ეს მანქანები და დამაინტერესა უბრალოდ ჩვენ მეგობარმა გვათხოვა ეს მანქანა, რომელმაც ეხლა ხანს ჩამოიყვანა. პირველ რიგში ვიტყვი, რომ არის ჩვეულებრივი კომპლექტაცია, არ არის რაღაც სასწაული SLA და რაღაც ტყავის სავარძლებით, არის ყველაზე basic ვერსია, რასაც შეიძლება ვთქვათ. 4-ვე წამყვანი არის, მაგრამ ვიტყვი იმასაც, რომ 4-ვე წამყვანი ერთვება ღილაკიც, დიფაულტად არის ეს წინა წამყვანი, შემდეგ 4-ვე ღილაკის ამოქმედების შემდეგ ერთვება 4-ვე წამყვანი, ხდება ორხიდიანი. ოღონდ აქვს შეზღუდა სიჩქარის, სულ ჩართული არ არის, ეს არის ჩართული ხოლმე სადაც 40-50 კმ/სთ სიჩქარამდე და იმის შემდეგ უკვე ირთვება ავტომატურად ეს ხიდები. წინა წამყვანის კვალობაზე არის საკმაოდ ეკონომიური, აქვს ეკო რეჟიმი, ასევე სპორტ რეჟიმი აქვს, ტრანსმისია აქვს CVT. საკმაოდ რთულად საშუალებელი არის, როგორც გავარკვი ამისი გადაცემათა კოლოფები, ასევე საკმაოდ ძვირი ღირს და ვერ იტანს სამწუხაროდ დიდ დავტვირთვებს. თუმცა ქალაქისთვის ოდნავ უგზაობაზე რომ გადახვიდეთ, მაღალი კლინესის ხარჯზე დამიჯერეთ არ დაგტოვოთ უკმაყოფილოს ეს მანქანა და გამოგადგება. მოდით ახლა გადავიდეთ ამ მანქანაზე, შევხედოთ, ჩავიხედოთ უფის ქვეშ რა გვაქვს, მაინც ახვდი ბევრი საოცრება, არაფერი არ იქნება აქ დარწმუნებული ვარ, მაგრამ მაინც მიყვარს ხოლმე მანქანის შემოწმება. შემოწმება ეს არა გვაქვს. საკმაოდ ძიმე კაპოტი არის. 2.5 ლიტრის მოცულობის ძრავი გვაქვს, რომელიც დაახლოებით 170 ცხენს გამოიმუშავებს და საკმარისი არის ახლა ამ მანქანისთვის, მეტი მოგონი არ სჭირდება. ყველაფერი თავის ადგილზე არის, ფილტრები, აკუმულატორი და რა შეიძლება ეს სხვა ახლა ესეთ არაფერი არ აქვს. საკმაოდ ძიმე ის აქვს, ან ესეთი ძიმე კაპოც არ ვიდებოდი. დაიკეტა ალბათ, ხო? ახლა მინდა გვერდიდან შევხედოთ, რამდენად ტევადი არის ეს მანქანა. საოჯახოდ არის მართლა იდეალური მანქანა. ნეტრის სალონი გვაქვს, არ არის რაღაც განსაკუთრებული. ჩვეულებრივად გადაადგილდება ადამიანი. იმას შემდეგ უკვე დეტალურად ვიტყვი, ვინ ყიდულობს, რატო ყიდულობს და ამას მე მიუბრუნდები. მანამდე ვიზუალსაც შეხედოთ. საკმაოდ ნორმალური სიმაღლე აქვს, არ უჩივის სიმაღლეს. სადამდეც იყოფა ჩვეულებრივად კლინესი გაიყვანს. ახლა მოდი საბარგულიც ავხსნათ. როგორ იქნება ეს საბარგული ახლა? იმენა ხებით არჩი შვენიერი ფართი აქვს, ვერ დაეწუნება ვერაფერი, ოჯახთან ერთად სამგზავრო წავალთ, აქ დამატებით სათავსო არის და ეს ძალიან მაგარი რაღაცა არის. დამატებით საბურავი დაბლა აქვს, სავარაუდოდ აღარ ამოხსნას, რა. აქაც საკმაოდ დიდია, ეს სავარძლები შეგიძლიათ გადაწიოთ შემდეგ წინ თუ რაღაც დიდი ტვირთი გაქვთ ასაღები. ხო, ამ კომპლექტაციას არ აქვს ხელი ავტომატური ღილაკი, მაგრამ არ არის პრობლემა ახლა. აქვს უკანა ხედვის კამერა, ეს საკმაოდ კარგი რაღაცა არის, როგორც გითხრათ. რა შეიძლება ითქვას ამ ავტომობილზე ახლა? დანარჩენს მოდი გავივლით და სიარეულში ეტაპობრივად აგიხსნით ყველაფერს, რა შეიძლება ვთქვათ, როგორ შეიძლება და გავიაროთ. აქვე ჩვენი ავტომობილი, ძრავის ხმა არ შემოდის, ძალიან არ აქვს რაღაც გუგუნის ხმა, ნორმალურად მუშაობს ძრავი. ერთ აბაროტზე ავა ახლა ჩვეულებრივად შეგვიძლია გავიდეთ, იმიტომ რომ ჯერ ცივი არის მაინც წყალი და ზამთარი არის ცივა. ჩავრთოთ ეს ფეჩიც, რომ გავგვითბეს.
როგორც გითხარით, გადაცემათა კოლოფი ვარიატორი არის, CVT არის, მაგრამ აქვს დამატებით, ანუ ტიპტრონიკის ფუნქცია, ეს არ ვიცი ახლა როგორ არის ამ მანქანებში. ზუსტად ვიცი, რომ ეს არის CVT კოლოფი, არის ვარიატორი და საკმაოდ პრეტენზიული არის. ზეთის გამოცვლა უნდა სადღაც 30-40,000 კილომეტრზე. რაც შეეხება ძრავს, კი გითხარით, 2.5 არის ატმოსფერული ძრავი არის. მოდი გადავიდეთ ახლა ინტერიერზე და შევამოწმოთ. გვაქვს ინტეგრირებული მონიტორი, რომელსაც CarPlay-ც აქვს. ეს მანქანა არის 2018 წლიანი. ანუ საბუთებით 17-იანი არის, მაგრამ 18-17-ში გადის, როგორც არის ხოლმე, რა ჩაშვებულია თუ გამოშვებულია. მინიმალისტური ტორპედო გვაქვს. გვაქვს ტაჩი, ძალიან კარგი არის. კონდიციონერი, კლიმატ კონტროლი, გათბობა. სავარძლების გათბობაც აქვს სავარაუდოდ ამ მანქანას. აი აქ სადღაც არა უშავს ხო გათიშული არის და გათიშული აქვს ასევე საკმაოდ კარგი ფუნქციები ამ მანქანას, რაც ძალიან მომეწონა. პირველ რიგში გეტყვით, რომ აქვს ეკო რეჟიმი, ქალაქში არის იდეალური. როგორც პატრონმა მითხრა, ჩვეულებრივად რუსთავში, თბილისში რომ მიეროს ან დაბალი ბრუნვით, არ ყავდეს გზავრები, არ გქონდეს ბევრი ტვირთი, ჩვეულებრივად სადღაც წავს 9 ლიტრამდე. ამ ეკო რეჟიმით და პრობლემა არ აქვს, ჩვეულებრივად დადის. ასევე აქვს სპორტ რეჟიმი, მაგრამ ამის სპორტ რეჟიმი ახლა სავარაუდოდ გასწრებისთვის არის კარგი, როცა დიდ გზაზე მიდიხართ, დიდი ბრუნვიდან დაგაწყებინებთ გასწრებას და ეს ნორმალურია, სპორტ რეჟიმი უბრალოდ თქვია, თორე რეალურად არაფერი სპორტ რეჟიმი არ არის. კიდევ რა შეიძლება ვთქვათ? აქვს გასწრების მაჩვენებელი სენსორი, როდესაც გასწრებენ გინთებს როგორც გვერდით სარკესთან, ისე წინ ჩვენს დისპლეიზე. ასევე აქვს სისტემა, რომლის მიხედვითაც თუ მიდიხარ დაუშვათ სწრაფად, ან წინ სხეული არის, ან ამ შემთხვევაში მანქანა არის, იწყებს მაჩვენებელთა დაფა, ესე ვთქვათ, ჭყვიტინს, ყვირილს, რომ ეს მანქანა წინ დგას და შეიძლება რაღაც ავარია მოხდეს. ესეც უსაფრთხოების კუთხით საკმაოდ კარგი რაღაცა არის. აქვს ასევე მულტისაჭე, გადამთვალები, სიჩქარის, კრუიზ კონტროლი. ეს ძალიან კარგი რაღაცაა და რაც მინდა გითხრათ, საჭე ძალიან ლამაზი არის ეს საჭე, მაგრამ აი მე მაგალითად ცოტა ოდნავ გადავაკრავდი ამას, რამე კიდეს, რაღაც კიდევ გადავაკრავდი რამეს, რომ ცოტა უფრო რბილი იყოს, რაღაცნაირად აი ხელში არ ხვდება კარგად, მაგრამ თვითონ დიზაინის საჭეს რაცა მიამსგავსეს ახალ თანამედროვე ევროპულ მანქანებს, მაგრამ კარგი არის, ძალიან ლამაზი გამოვიდათ და საკმაოდ კარგი ეს მანქანა არის. ამერიკული, ამერიკაში არის ნაყიდი აუქციონზე და მოდი ამასაც გეტყვით ახლა. ამ ყველაფერს მოგიყვებით. ეს მანქანა სადაც $2,200 დაჯდა ადგილზე, აუქციონზე. არის ჩვეულებრივი basic version, ნაჭრეს სავარძლებით, ნაჭრეს სალონით, მაგრამ არის საკმაოდ კარგი. და რატომ არის საკმაოდ კარგი გეტყვით ახლა. ეს რა შვება არ გამოდის? გამოდი ბიჭო, გამოდი. რატომ მიყურებს? როგორც გითხარით, ნაჭრის სავარძლები არის. ამ მანქანის ტრანსპორტირება თავის გამბაჟებიანად და გაკეთებით, დაჯდა სადღაც $6,500-მდე, როგორც მე პატრონემ მითხრამე. ეს ისეთი ფასი არის, რომ ასეთი მანქანისთვის ჩემი აზრით ღირს გადახდა. ამ მანქანას რო ქონდა დაუშვათ ადგილზე 5,000-იან 6,000, რა თქმა უნდა, არავინ არ იყიდი და ამ მანქანას ყიდის ეს ფასი. და ძალიან გთხოვთ, არ შემიკამათოთ. ამ მანქანას ყიდის ზუსტად ეს ფასი, რა ფასიც აქვს. არის რა თქმა უნდა სხვადასხვა ვერსიები, SLA და კიდევ აქეთ და იქეთ, მაგრამ ამ მოდელისთვის რაც არის დამახასიათებელი, თითქმის ყველანაირი ოპცია აქვს ახალი მანქანის კვალობაზე, არის საკმაოდ ტევადი, არის ასევე GP, SUV ესე ვთქვათ და ქალაქში გადასაადგილებად არის იდეალური მანქანა. თუ არ გინდათ რომ ყავდეთ სედანი და გინდათ ყავდეთ თანამედროვე დიზაინის მანქანა, ეს მანქანა არის იდეალური. შეგიძლიათ წახვიდეთ, გადახვიდეთ უგზაობაზე, მცირე დოგზაობაზეც, იმიტომ რომ ეს მანქანები ვერ იტანენ ძლიერ დატვირთვას, როგორც გითხარით, სუსტი კოლოფები აქვს, ვარიატორი რა თქმა უნდა სუსტი არის, მაგრამ ამათ ალბათ განსაკუთრებით სუსტი აქვს. და რა შეიძლება კიდევ ამ მანქანაზე რო თქვათ ახლა, საკმაოდ რბილად დადის, მინდა გითხრათ ესეც.
რადგან დაბალი ფასი აქვს, ეს იმას ანიშნავს, რომ ანუ კომფორტი ზოგადად არ აქვს, კი აქვს რაღაც თავის მინუსები, მაგალითად გარედან შემოდის ხმა. ეს ძალიან ცუდი არის, მაგრამ მე რა კომფორტი სხვადასხვა მანქანებში, სხვადასხვა კომპლექტაციის მიხედვით არის. როგორც გითხარით, წინა წამყვანი არის ეს მანქანა, თუ არ ჩაურთავთ 4-ვე და ღილაკს, არ გადავა. ზუსტად ამის ხარჯზე არის, რომ ესეთი ეკონომიური წვის სისტემა აქვს, ეს ძალიან კარგი რაღაცა. ამ ძარაზე გამოდის 2 და 0 ჰიბრიდული ძრავებით, მაგრამ ჰიბრიდს დამიჯერეთ 2 და 5 ჩვეულებრივი ძრავი გეჩვენოთ, იმიტომ რომ ამის ჰიბრიდი არ ვიცი რამდენად გამომდგარი არის, მაგრამ დაახლოებით 3-4 თვე არის, რაც შემეგობარს ეს მანქანა ყავს და მართლა კმაყოფილია წვითაც და სიარულითაც. ეხლა რაც შეეხება მინუსებზე რო გადავიდეთ. ერთადერთი მინუსი არის, რაც ეხლა ძალიან არ მომეწონა, რომ ნუ წყალი კი ანუ ასული არის პრინციპში უკვე, მაგრამ საქარე მინა, ანუ ვერ გავალღვე ესე ვთქვათ რა. ეს არ ვიცი ახლა კონკრეტულად ამ მანქანის პრობლემა არის თუ ზოგადად ყველა მანქანას ესე აქვს, დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი მანქანას თუ ესე არის, იმიტომ მე არ ვიცი. პირველად ვიყიდე სამანქანაზე და ეს არ მომეწონა. რაც შეეხება სირბილეს, მართლა რბილი მანქანა არის. არაფრის ჯლიგინის და ჩარტყმის ხმა ესე არ შემოდის. იდეალურად არის. პატარა უგზოობაზეც რო გაიარო, ტრასაზე ხო რა თქმა უნდა ჩვეულებრივად კარგად ადის და მოძრაობს. ეხლა ესეთ პირობებში, ნუ ხედავთ რა სიტუაციაც არის, თოვლი არის, გზები მოყინული არის, მაგრამ მაინც ნორმალურად ადის. ეხლა წვავს 27-35 mpg-ის 100 კილომეტრს. ეს დაახლოებით გამოდის ალბათ 1.8 ლიტრი რა ქალაქისთვის. ძალიან მაგარი წვა არის. ქალაქში ასეთი წვა კარგია და ზუსტად ვიცი რომ ტრასაზე ალბათ 1.6 litrს, კაი 7 ვთქვათ, არაცდება, აი რომ ჩაადგათ, ნუ ხომ თუ ჩაადგით, რა თქმა უნდა, ბევრს დაგიწვავთ, მაგრამ კომფორტულობის მხრივ ძალიან კარგი მანქანა არის. ტევადი არის შევამოწმეთ, რომ საკმაოდ ტევადია შეგიძლიათ ჩარჯდეთ ოჯახთან ერთად, წახვიდეთ ნებისმიერ ადგილზე. ბაკურიანში ჩვეულებრივად ახვალთ, თავარია რომ ასფალტის საფარი იყოს ნორმალური, რომ მოჭიდება შეძლოს მანქანამ და დანარჩენი რა შეიძლება ახლა რა ვთქვა, დანარჩენსაც გიამბობთ, ვინ ყიდულობს ამ მანქანებს, ვისთვის არის ეს პრიორიტეტი ესეთი მანქანა და ასე შემდეგ. ავედი ღილაკი აი აქ აქვს. და როგორც გააქტიურებთ, მანქანა ჩვეულებრივად 4-4-ზე წამყვანი ხდება. 40 კმ/სთ სიჩქარამდე განავითარებს ამითი და რეალურად მეტი არ სჭირდება თუ უგზოობაზე გადიხართ. არ დაჭირდება ამას მეტი. მოდი გამოვხდეთ ავედე ლუკი. ლუკი ხა ბლოკი ნამდვილად არ ექნება ამას, მაგრამ აი გამოვხდეთ. ესეთი მინიმალისტური მაჩვენებელთა დაფა აქვს. ძალიან ლამაზი არის მომწონს მე პირადად, თანამედროვე მანქანებში კარგად არის. მუშაობს ტიპტრონიკით და ყველაფერი მუშაობს. მანქანა არის გამართული. მოდი გამოვთავ ახლა ამას, ჩავაქრობ ჩვენ მანქანას. და ვისაუბროთ ამ მანქანაზე. ვინ ყიდულობს ამ მანქანას? ადამიანები, ვისაც უბრალოდ მაღალი გამრავლობის მანქანა ჭირდებათ, ასევე ჭირდებათ ქალაქში გადასაადგილებად, არ ჭირდებათ მათ რაღაც გრუნტიან გზაზე იარონ ყოველთვის, რაღაც მთაში, ტყეში და ღრეში, უბრალოდ უნდათ რომ იყოს ტევადი, სედანისგან განსხვავებით, ქონდეს უბრალოდ მაღალი კლირენსი და შეძლონ მცირე უგზოობაზე გადაადგილება. ეს მანქანა არის ზუსტად იდეალური და შეგიძლიათ ესეთი მანქანა იყოლიოთ, თუ მეტი მოთხოვნილება არ გაქვთ, ფასიდან გამომდინარე ვიძახი რა თქმა უნდა, ამ მანქანას აი ასეთ მდგომარეობაში, ასეთი კომპლექტაციით ყიდის ფასი. 2000-დან ფასი რატო ახსენე და რატომ გაუხსნე? ყველაზე ხშირი მომენტი არის ეს მანქანას წოყიდულობ, რა თქმა უნდა, ფასი არის მთავარი და წვის სისტემა რამდენს წოვს, როგორ წოვს. წვის სისტემაზე კი მოგიყევით, საკმაოდ ნორმალური წვა აქვს და უკმაყოფილო არავინ არ არის. ასევე შეგიძლიათ რომ გაზით ჩააყენოთ, ნუ თხევადი გაზზე მუშაობს. თან ვერ იტყვი რომ რაღაც ფურას გავს, ანუ მართლა ვერ იტყვი მაგაზე. შეიძლება დაიწუნო რომ რაღაც სავარძლები არ აქვს, ტყავის, ოკეი, ბაზარი არა, მაგრამ ბევრ მანქანას არ აქვს ტყავის, მაგრამ ბევრად ძვირი ყირს. მაგრამ ეს მანქანები რატომაც ხალხმა ესე აიტაცა და დარწმუნებულა რომ შემოვა ბევრი კიდევ, ჯერ ახალი შემოსული არის ეს მანქანები, თავისი დიზაინით, მაღალი კლირენსით, ტევადობით და ეკონომიურობით და იმ ფასით, რა ფასშიდაც ეს მანქანები იყიდება, ჩემი აზრით ძალიან მაგარი ფასი არის.
მე არ ვიძახი ახლა აქ ვინმე რომ ჩამოიყვანს, გადაჭრის და შემდეგ ათებს დაადებს. ანუ რეალური ფასი რაც არის, აუქციონზე რომ შეხვიდეთ და დაათვალიეროთ, შეიძლება $1500-დან მოიგოთ ესეთი მანქანა. მოდ გააჩნია დაზიანებას, გააჩნია გარბენს 168,000 კილომეტრი, ხო? 168,000 კილომეტრებს გარბენი ამ მანქანას. ძალიან მაგარი გარბენი არის ახლა ამ წლოვანებისთვის, ნუ ამ ფასისთვის, ძრავი საკმაოდ გამძლე აქვს, Nissan-ის ძრავი არის და 2.5-იანი, არაფერი პრობლემა არ აქვს ამ ძრავს. რასაც ვერ ვიტყვით გადაცემათა კოლაფსი ტრანსმისიაზე. თუ ზედმეტად მოვიდა გადახურება ან რაღაც ან დროზე შეცვალეთ ზეთი, დამიჯერეთ რომ სამწუხარო შედეგამდე მივალთ და ამის კოლოფები როგორც ვიცი ძალიან ისი არის, ანუ არის შოვნება, ვინაიდან ახალი ჩამოყვანილებია და ბევრი არ აყავთ დაშლილი, მაშინ უნდა გამოიწეროთ შემდეგ და ბევრი რაღაც ჩალიჩი მოგიწიოთ. ასე რომ ჯობია რომ არ გადაახუროთ კოლოფები, არ აგაზაოთ, უბრალოდ ჩაჯექით, წადით, წამოდით. ამ მხრივ ძალიან კომფორტული არის, სიარულის მხრივაც როგორც გითხარით, მართლა კარგად დადიოდა. გავიარეთ რამოდენიმე ადგილზე ხლე ცოტა უსწორმასწორო გზაც იყო, მაგრამ არ იტყობს იმდენად რა. რა თქმა უნდა, ხა ზამთრის საბურავებს თუ დაუყენებთ, უფრო თამამათივლით ამ საფარზე ახლა არ ღირს გარის ყვა დაუშვათ. წვიმა ტალახია, თოვლია მოყინულია და არ ღირს სწრაფად სიარული. რაც შეეხება ახლა დანარჩენი ყველაფერი თავის ადგილზე აქვს, ანუ საჭიროებიდან გამომდინარე ყველანაირი ღილაკის თავის ფუნქცია აქვს. გვაქვს ასევე კონდენსიონერი, რა თქმა უნდა, გვაქვს გათბობა, რაც ყველა მანქანაში და ერთ სიტყვით ძალიან ნორმალური არის. დიდი ფართი არის საკმაოდ უკან. სამი ადამიანი ჩვეულებრივად ჩაეტევა ახლა. მე მგონი რომ ჩაეტევა რაღაც სამი ადამიანი ჩაეტევა. და გაჭირობით ალბათ 400-ს ჩასვენ. დანარჩენი რა შეიძლება ვთქვათ? მინიმალისტური არის ყველაფერი, აწყობილი არის დაბალი ხარისხით, შესაბამისი ფასიც მაგიტომ აქვს ამ მანქანებს, მაგრამ როგორც გითხარით, გამომდგარი მანქანებია საქართველოს პირობებში. როგორც ვისაუბრეთ, დეტალურად განვიხილეთ ეს მანქანა, შეიძლება რაღაც გამომჩეს, აღარ მახსოვდეს, იმიტომ რომ ახალი მანქანებია და ბევრი ინფორმაცია სამწუხაროდ ისე ვერ მოვიძიე, მაგრამ რეალობაში სულ სხვანაირი არის. მოდი შევაფასოთ ეს მანქანა, შემაჯამებელი სიტყვაც ვთქვათ. ვიზუალიდან გამომდინარე არის მართლა კარგი მანქანა. ფარებით ძალიან ელეგანტურად და ლამაზად გამოიყურება, თან თავის ჩაბურო აქვს. არ გეგონოთ რომ ფირი არის ან რამე გადაკურულ, ესე გამოდის. საკმაოდ მაღალი სიმაღლის მანქანა არის. არ შეგცხვებათ სადმე, არ დააყენებთ პარკინგზე შორს და არ წახვალთ სამსახურში ფეხით დაუშვათ რამოდენიმე მეტრის შორს და არ შეგცხვებათ ამ მანქანის. ჩვეულებრივად შეგიძლიათ გადაადგილება მცირე უგზაობაზე, ასვარზე, ტრასაზე, ყველგან გადაადგილებით მოკლედ. გამძლე მანქანა არის, პირველ რიგში ამის თქმა მინდა. ზეთი დროულად თავარია რომ ზეთი შეუცვალოთ დროულად, გადაცემათა კოლოფს მიხედოთ. და არ ამგონია რომ სადმე ამ მანქანამ დაგაღალატო. თან არის ახალი მანქანები, ახლა 2017-18 წლიანი მოდელები არის, რაც შემოდის. არ ამგონია რომ ისეთი პრობლემა ჭირდეს რაღაც ვერ გაიგოს ვინმე რაღაც ხელების ფათური დაიწყოს ელექტრომობილში და მანქანის სულში. ძალიან მინიმალისტური არის, მაგრამ აი ეს როგორი სიტყვა შეეფერება, იცი, აი კოხტა, კარგი კოხტა მანქანა არის ეს. და ფასი, რატომ ჩავაცივდი ამ ფასს? მიმციდველი ფასი აქვს და იმიტომ რა, იმიტომ რომ $3-4,000 ამ წლის მოდელს ვერანაირად ვერ ჩამოიყვანთ რაღაც საუკეთესო მდგომარეობაში და ესეთი მინიმალური დაზიანებით, იმიტომ რომ როგორც გითხარით, კაპოტზე ქონა პატარა დაზიანება, ანუ შეჯახებული არ ყოფილა ეს მანქანა, საავადოდ რაღაც სტიქიაში მოყვანა ხედაიც ან რაღაც და რადიატორიც მაგიტო ქონდა გამსკდარი. ერთადერთი ეს იყო რაც და ნუ საქარე მინა. ძალიან ნორმალური გარბენით ჩამოვიდა. მისმა პატრონემ არ დაიშურა ფინანსები, ააწყო და კი არის ახლა ესეთ კარგ მდგომარეობაში. მე რასაც უყურებ ძალიან მომწონს. მაგრამ მე მაინც Subaru-ს ფანი ვარ და არ ვყიდე Nissan-ს. ხო, Subaru ამ წლის საკმაოდ ძვირი დაждდება და რა ვიცი, არ მგონია რომ ფასი იმ ხელაზე არის გაქცეული ამ მანქანების, რომ არ მგონია ახლა ამას გაუტოლდეს, მაგრამ ეს მანქანები მე მომწონს.
და ვინ იყიდის ამ მანქანებს, როგორც გითხარით, ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ ეკონომიურად გადაადგილება უნდა, ზედმეტი ტვინის ბურღვი არ ჭირდებათ მანქანისგან, არ უნდათ რომ აკეთონ რაღაც გადაცემათო კოლოფები, მოტორი, შიგნით ელექტროობა ჩამოიყვანონ და ეყენოთ და ეყენოს სულ. არ არის ეგრე. ჩამოიყვანე, ჩაჯექი, გადაკოქე, იარე რა. ხო, ბენზინი უნდა, რა თქმა უნდა, ბენზინს თუ არ ჩასხავთ, ვერებით. კიდე რაც შეიძლება გითხრათ ახლა, რომ რამ არ აქვს ამ ავტომობილს და გასაკვირია ნეტა რატო ყუმბარიან ხიდებზე არის ჩვეულებრივად. ამიტომაც არის ჩვეულებრივად ამიტომაც არის გადასაადგილებლად ქალაქის პირობებში ნორმალური და უგზაობაზე არ ამგონია რომ ვარსკვლავები მოწყვიტოს. თუმცა მცირედად შეიძლება და გავლა ახლა, მაგრამ ისეთი ადგილი არის ახლა, ისეთი თავლი არის, რომ თან საბურავიც არ გვიწყობდა ხელს და მაინც აღარ გავრისკე, იმიტომ რომ კი ხედავთ. ხო ხედავთ როგორ მათავს და ყინვაში და სიცივეში ვდგავარ და ერთი დააჭირეთ იმ subscribe-ს და კიდევ ბევრ ვიდეოს შემოგთავაზებთ, ასეთ ზოგს ესე განვიხილავთ ხოლმე, ზოგს ტალახში ჩავაგდებთ. ჩვენი test drive-ი დასასრულს მიუახლოვდა. რა ვიცი, მე პირადად მაყოფილი ვარ ახლა ამ მანქანით. გავიარეთ ცოტა. შეიძლება რაღაც დამავიწყდა, გამომჩა და ვერ თქვი, მაგრამ ძირითადი მონაცემები რაც იყო ამ მანქანის, თითქმის ყველაფერი თქვით. აქვს ბევრი კარგი ფუნქცია, ეკო რეჟიმი აქვს, გასწრების სენსორი აქვს, ზოლიდანოში გადასვლის სენსორიც აქვს, თუ რაღაც სწრაფად მიდიხარ და წინ რაღაც ხეული არის, ამ შემთხვევაში მანქანა შეიძლება ადამიანზეც იყვიროს. უკანა ხედვის კამერა აქვს და საკმაოდ დიდი მონიტორი აქვს და კარგი არის ესეც. ამ მოდელებს, როგორც გითხარით წეგან, აქვს სხვადასხვა მოდიფიცირება, მოდიფიკაცია. არის SLA პაკეტი თუ არ ვცდები, კიდევ და ამის შემდეგ რაღაც პაკეტები არის, რომელსაც ანუ ტყავის სავარძლები აქვს, გაუმჯობესებული ხმის სისტემა აქვს, აუდიო სისტემას გულისხმობ, რა თქმა უნდა. აქვს კიდევ 4-4 წამყვანი არის ის მოყვება ჩვეულებრივად. საბარგულის ელექტრო გახსნათ შეგვიძლია დაკეტვაც და დანარჩენი ისეთი არაფერი ახლა რო თქვათ რაღაც სასწაული. არა, ფასთან შესაბამისი არის ეს ყველაფერი, ანუ იხდი მეც მოყვება მეტი მოდიფიცირება რა, მაგრამ ამ კონკრეტულში ახლა რასაც უყურებ, ის არ დამაკდა, რომ აი ტყავის სავარძელი რატო არ არის, რატო არ აქვს რაღაც საუკეთესო ხმის სისტემა. არ მოეთხოვება ამ მანქანებს ეს ყველაფერი, ნამდვილად არ მოეთხოვებათ. ფასი იდეალური არის, მანქანაც ძალიან იდეალურია ამ ფასში. და რა ვიცი, ჩემი აზრით, თუ გჭირდებათ უბრალოდ ოჯახისთვის გადასაადგილებლად ან სოფელში ბებოსთან ჩახვიდეთ და უცებ ჩამოხვიდეთ, მაღალი განავლობის მანქანა, ეს არის Nissan Rogue. საკმაოდ ელეგანტური მანქანა არის, სულ მწვანეზე ველოს ჩემს მაგაც და დიდი მადლობა რომ მანქანა გვათხოვა და გავტესტეთ. დანარჩენს კიდე შემდეგ ვიდეოებში შემოგთავაზეთ რამე კარგი მანქანა ესეთი თუნდაც, რომელიც უცხო არის ცოტა, გადავიღებთ, ვნახავთ და ესე იქნება. გამოიწერეთ არხი, დაგემშვიდობებით.